სრული რეჟიმის სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი უკვე 31 დღეა შიმშილობს. Ბათუმელებისა და ნიადგაზეთის დამფუძნებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც რთული რჩება და ის ვივამედის კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. თავის მხრივ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საერთაშორისო ვებ პლატფორმაზე Change.org ვრცელდება პეტიცია და პეტიციაში ნათქვამია, რომ სამყარო არ უნდა გაჩუმდეს და არ შეეგუოს უკანონო პოლიტპატიმრის ციხეში ყოფნას. Ამ პეტიციას ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან უერთდებიან. მარიამ ელიბაშვილი მოგვიყვება მეც პოლიტპატიმრის მდგომარეობაზე და გავრცელებული პეტიციის შესახებ. დღეს ზუსტად 31 დღე შესრულდა, რაც სინდისის პატიმარი იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში, მზია ამაღლობელი, ასევე 31 დღეა, რაც ის შიმშილობს. ამ დრომდე სუსტად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასებული და ის ამ დრომდე იყოფება კლინიკა ვივამედში. რაც შეეხება პეტიციას, ის საერთაშორისო ვებ პლატფორმაზე გამოჩნდა და ის ბუნებრივია მოითხოვს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ამ პეტიციის შემქმნელები არიან მზია ამაღლობელის თანამებრძოლები და ჟურნალისტები. ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის საერთაშორისო ეს არის მხოლოდ მზია ამაღლობელის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ყველა უკანონო დაკავებული პატიმრისთვის სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის. ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ნათქვამია პეტიციის ინგლისურენოვან ტექსტში. ჟურნალისტები, რომლებაც შექმნეს და თანამებრძოლები, რომლებაც შექმნეს ეს პეტიცია, ამბობენ იმასაც, რომ ისინი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის თავისუფლებას მოითხოვენ, არამედ მოითხოვენ რეჟიმის ყველა ტყვეს გათავისუფლებას, ისმის პროევროპულ აქციებზე დააკავა ოლიგარქიულმა რეჟიმმა. რაც შეეხება მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ჩვენ ბოლო მონაცემებით ვიცით, მას გუშინ ჩაუტარდა კვლევები და ის ამ დრომდე რჩება ექიმების მონიტორინგის ქვეშ და აკვირდებიან მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც ჩვენ გვეუბნებიან, ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამ დროისთვის მისი ციხეში გადაყვანა არის სარისკო, ვინაიდან მას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ექიმების მეთვალყურეობა. რაც შეეხება პეტიციას, ამ დრომდე ბოლო მონაცემებით 1220 ხელმომწერი ყავს უკვე პეტიციას და ყოველ წუთიერად ემატება მას ხელმომწერები. ყველა გზას მივმართავთ იმისთვის, რომ მივახციოთ მიზანს და ეს ადამიანი დავიხსნათ რეჟიმის ტყვეობიდან და აი ერთ-ერთი ამის მაგალითი არის სწორედ ამ საერთაშორისო პლატფორმაზე პეტიციის მომზადება. ჩვენ გვიდა რომ ერთის მხრივ გავაგებინოთ ადამიანებს რა ვითარება არის ქვეყანაში და რა მოთხოვნები გვაქვს და რატომ ვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. თავარი მოთხოვნა არის ამ პეტიციაშიც და ზოგადად დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობიდან და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აგრეთვე ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც ამ რეჟიმმა გამოკეტა საპყრობილეში. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც დაგვეხმარება, რომ მზია დავიხსნათ უკანონო პატიმრობიდან, არის მნიშვნელოვანი. ეს პეტიციაც არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც დაადასტურებს, რომ მზიას პატიმრობიდან დახსნის მოთხოვნას უერთდებიან არაერთ ბევრი ადამიანი, არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ქვეყნის გარეთ. ყველასთვის ცხადია, რომ მზია ამაღლობელი არის დევნის ობიექტი თავისი პროფესიული საქმიანობის გამო. ის ისჯება იმის გამო, რომ არის კრიტიკული და მიუკერძოებელი ჟურნალისტი. მზია არ უნდა იყოს ციხეში, ის უნდა იყოს გარეთ, ის დაამტკიცებს თავის სიმართლეს ძალიან მალე და ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის გამო, რომ ის არ გაუარესდეს შეუქცევადად, მზია იყოს გათავისუფლებული დროულად. ხანგრძლივობა მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად დაისახება. ამის გამო მას უწევს ამ დრომდე კლინიკაში ყოფნა, თუმცა მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თუ ჩატარდა ყველა გამოკვლევა, ის დააბრუნა უკან ციხეში. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ხდება სამედიცინო დოკუმენტებზე დაყრდნობით და გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად ექიმების რეკომენდაცია, რომ მან გააგრძელოს ყოფნა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში მემზადებით სხდომისთვის, რომელიც მარტის დასაწყისში არის ჩანიშნული 4 მარტს და მზია ამაღლობელის სურვილია, რომ რა თქმა უნდა აი ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ამ წუთის მონაცემებით პეტიციას უკვე 1241 ხელმომწერი ყავს. პეტიცია ასევე უკავშირდება იმას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათ ვინც ჯერ კიდევ არ იციან რა ხდება ქვეყანაში და როგორ ვითარდება და როგორ ცდილობს რეჟიმი ზეწოლა მოახდინოს იმ ადამიანებზე, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის ქვეყანაში, ამ ორგანიზაციებსაც მიაწვდინონ ხმა. მე შევახსენებ მაყურებელს, დღეს შესრულდა ზუსტად 31 დღე, რაც სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი შიმშილობს და ასევე იმყოფება რეჟიმის ტყვეობაში.
ასევე გეტყვით იმას, რომ 26 დღეა რაც ბათუმელი მედროშე თემურ ქათამაძე შიმშილობს და მერვე დღეა რაც 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი შიმშილობს და უცხადებს სოლიდარობას ინდესის პატიმარ მზია ამაღლობელს.